დიახთია მართალი თქვით, ბოლო 10 დღეა ძალიან ცუდი ამინდია ბათუმში, არის წვიმა, ქარი, თუმცა უამინდობას ბათუმელები არ უშინდებიან და ტრადიციულად ყოველ საღამოს 8 საათზე ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის წინ იკრიბებიან, ეს უკვე ტრადიციად არის ბათუმში ქცეული. დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს უამინდობის მიუხედავად ქალაქში, მოუწოდებენ ბათუმელებს რომ გამოვიდნენ და ისინი შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, თუმცა როგორც იცით, ბათუმელებს ამის მოწოდება არ სჭირდებათ, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იკრიბება ხოლმე საღამოს 8 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, როგორც თეა შენ დაანონსე, აქციის მონაწილე არის ექიმი ნათია ხარატი, რომელმაც გუშინ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს მიმართა და მე მინდა ის პირდაპირ ეთერში შემოვიყვანო. ნათია, რომ ითხრათ თქვენი პოზიცია საპროტესტო აქციებზე, ყოველ დღე მოდიხარ თქვენ საპროტესტო აქციაზე და გუშინ ძალიან საინტერესოდ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს. ხო, მადლობა ჩართვისთვის და თქვენც ყოველ დღეს გახართ აქ და პირველ რიგში მადლობა ალბათ ჟურნალისტებს იმისთვის, რასაც აშუქებენ და სამართალდამცავები ძალიან არასწორი მიმართვა ამ შემთხვევაში, უფრო სწორად ის მიმართვა, რითიც ჩვენ ხვდებით, ხო და ჩემი გულის ტკივილი იყო, ანუ ყოველთვის რთულია ეს ხალხს მიმართო რაღაცა ჭკუა ასწავლო და არიგო რეალურად ის ხალხი ვინც აქ ვიკრიბებით ყველა აზზე ვარ და ყველა ვიცით რატო ვართ, რისთვის ვარ და რისთვის ვიბრძვით და ის ადამიანები ვინც არ მოდიან მე ყოველთვის იმათი მიკვირს რომ რატო ვერ ხვდებიან იმ სიმწვავეს რაც დღესდღეობით ხდება ჩვენ ქვეყანაში და იმ წუთას ჩემთვის აი ტკივილთან ყველაფერთან ასოცირებული იყო ის ადამიანები ვისაც უნდა მიმემართა და გადავწყვეტე რომ სამართალდამცავებისთვის ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებისთვის მიმემართა რომ აი რაღაცა ხომ და არსებობს სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს აქვს რაღაც წესები, ხო? სახელმწიფო იმართება ვიღაცით, სამართალს ვიცავს სამართალდამცავი, კანონს იცავს კანონის დამცავი, ექიმი აკეთებს თავის საქმეს, მშენებელი თავის საქმეს. რა გამოდის, თუ სასამართლო არ იცავს სიმართლეს, თუ სამართალდამცავი არ იცავს სამართალს და არ იცავს იმ ადამიანებს, ვისაც სემენ, აი სახში მივედი კიდე უარესი კადრი ვნახე რომ გაექცა ჟურნალისტს ვიღაცა წიტუშკა მიუვარდა და მე წაიყვანა პოლიციამ და უბრალოდ განარიდა ამ მდგომარეობას. ნუ თუ არ ცხენიათ რომ ესე ამცირებენ რომ ეუბნებიან ყაჩაღებს უნდა ემსახუროთ და ხალხის დამატერორებელი ადამიანებს უნდა გაუხსნან გზა და აპატიონ ყველაფერი და მოაშ განარიდონ და აი კატასტროფა ხდება არანაირი ნიშანწყალი ამ თვითონ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოში ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს. აი წარმოვიდგინე ეგრეთ წოდებულ ყველას პოლიციელებსაც, მოსამართლებს და ყველას, ვინც დღეს არ ასრულებს იმ მოვალეობა ვალდებულებას, რაც მას აკისრიათ. რომ წარმოიდგინონ, რომ შულს რო წაიყვანენ სკოლაში და პედაგოგმა არ ასწავლოს მიშულს, ბაღში რო წაიყვანონ და ბაღის დამრიგებელმა რომ არ მიაქციოს საერთოდ ბავშვს ყურადღებას და მიუსვას თავის ნებაზე, ხო? ანუ გამოდის, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვუგულვებელყოთ ის, რასაც ვაკეთებთ, რისი პასუხისმგებლობას გვაკისრია. ხო? ანუ რამდენად კმაყოფილი იქნება ამას? ზუსტად ეს კითხვა მქონდა მაგათთან და ეს მაინტერესებდა და ასევე სხვების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ არ არიან, რომ მოწონთ ეს მდგომარეობა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რამდენად მისაღებია მათთვის, რომ ის მოხუცი 88-90 წლის ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს სამართალს. ნუ 70 წლის კაცს ფეხებქვეშ რო გაიგდებ, ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ საცხოვრობზე და რა შეიძლება. ექიმებს ქუჩიდან რო გაიტაცებ, პედიატრს ადამიანს მანქანიდან და რაღაცა მსახიობებს დაიჭერ იმებს ჩვეულებრივად სტუდენტი ჩემი მეგობრის შვილია დაჭერილი შოქში ჩავარდი უპატიოსნესი ბავშვი უსასწაულად კარგი სტუდენტი ბავშვობიდან მუშაობს შრომობს ოჯახს არჩენს მხიარული სასიამოვნო ყველას უყვარს რის გამო იმით და აი რომ წარმოვიდგინე რომ ზრდასრულმა ადამიანმა დაურეკა მეუღლეს რომ მოდი დამიცავიო ნუ აი არ ვიცი ესე მშობლებს რო ურეკონ ხოლმე ყველამ რომ აი მოდი და რაღაც სკოლაში რო ბავშვი დაურეკავს მშობელს რომ დედა მეორე მასწავლებელი მჩაგროს ან კლასელი არანაირი შეხება არ გვაქვს რაღაცა ძალიან ალოგიკურ სიტუაციაში ვართ ჩემი აზრით და ეს იწვევს ჩემში
ძალიან არაადეკვატურ რეაქციას. მადლობა ნათია. თეა, როგორც იცით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დადიან რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ყველა სფეროსა და სტატუსის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია პოლიტიკოსებიც, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გიორგი კირთაძეს ხედავ ახლა, გიორგი თბილისიდან რამდენი წუთია რა ჩამოხვედი, მოკლედ რო გითხრა ბათუმის აქციების შესახებ, რამდენად აქტიური და რამდენად მოტივირებულია ბათუმი. ცუდი ამინდების მიუხედავად წვიმას იცივი არა, მანდა მეც კომფორტული აქ ეხა თავისუფლების კვარტალში ყოფნა, მაგრამ ხედავთ რამდენი ბათუმელია გამოსული და მნიშვნელოვანია რომ ის რის გამოც მოგწონს და გვიყვარს ბათუმი, ხო? არა შენობების გამო, არამედ პირველ რიგში კარგი ხალხის გამო. ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა დადის ყოველდღიურ რეჟიმში აქ საპროტესტო აქციებზე და წარმოუდგენელია ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიყოს. განწყობა ბათუმში არის ზუსტად იგივე რაც არის დედაქალაქში და მთელ ქვეყანაში, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა იმაზე, რომ ამასთან შეგუება არის წარმოუდგენელი. წარმოუდგენელია რეჟიმს ყავდეს ტყვეები და ამას ეგუებოდე და წარმოუდგენელია ვიღაცა ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ხელისუფლების მიტაცება და ქვეყნის, რა ვიცი, სრული მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ რუსეთისკენ მიგათრევდეს და რაღაცა წყნარად შეხედო ამას. ამიტომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, ის განწყობები რაც არის ბათუმში, თბილისში, რა ვიცი, მთელ ქვეყანაში, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და დროის საკითხია და იმ ფასის რა არის გადახდაც მოგვიწევს, მაგრამ გამარჯვება არის გარდაუვალი. მადლობა გიორგი. კახა, რო გითხრა, мотивация რა არის, რომ ყოველ დღე თქვენ ხედავთ აქციაზე. რამდენად აქტიურია ბათუმი და ბუნებრივია იდენტური მოთხოვნებია, რაც მთელ საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ აქტივობას განსაზღვრავს უპირველეს ყოვლისა ალბათ ის ეროვნული შინაგანი ხმა, რომელიც ვკარნახობს ყველას, რომ წარმატება არის ძალიან ახლოს, თავარია სიმტკიცე, თავარია არდაღლა და თავარია ზეწოლის ის მექანიზმები ძალიან კარგად გამოვიყენოთ, როგორც ვიყენებთ აქამდე მთელი ქართველი ხალხი და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. ეგ გარდაუვალია, რადგან ამ ხალხმა კონკრეტულად ჩვენმა ერმა დაამტკიცა ჯერ კიდევ წლების წინ, რომ შეუძლია მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილება და არა მარტო ცვლილება, შემდეგ შეუძლია ისეთი რეფორმები გაატაროს და იმისთვის იყოს მზად, რომელსაც დღეს აქვს ნაყოფი გამოღებული და ის თაობა ვისაც დღეს ვხედავთ ქუჩაში პროტესტანტების სახით, სწორედ იმ დიდი რეფორმების შედეგია, რომელმაც ჩვენ ცივილურ სამყაროში ადგილი დამსახურებულად მიგვიჩინა. შესაბამისად, ჩვენი ასე ვთქვათ, ზაობა, რომ ძალიან მალე დავიფორმოთ გამარჯვება და ძალიან მალე გავხდეთ იმ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რისკენაც მივილტვით, ეგ არის აბსოლუტურად დამსახურებულიც და აბსოლუტურად რაციონალურიც. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთია ბათუმელების განწყობა, რომლებიც უკვე აქციაზე მოვიდნენ, საპროტესტო აქციაზე, უკვე იკრიბებიან, როგორც იცით, როგორც თბილისში, ისე ესეც არ არის ტრადიციული აქცია, აქ არ არის სიტყვით გამოსვლები, თუმცა ყველა ბათუმელი აქ ხვდება ყოველ საღამოს ერთმანეთს და ბუნებრივია აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს.